პოლიტიკური პარტიები დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გამოგზავნილ წერილს აფასებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ერთი პროტოკოლური წერილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხდება. ხალხის ძალის წევრი გურამ აჭარაშვილი კი ხაზს უსვამს, რომ მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებდა საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენას ხელისუფლების შეცვლის შემდგომ. ამ პროცესს კი ერთი წელი დასჭირდა, რაც ბაიდენის მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობის შედეგია. ქართულ ოცნებაში დონალდ ტრამპის წერილს მნიშვნელოვან გზავნილს უწოდებენ, რასაც ურთიერთობებში ახალი ნაბიჯების გადადგმა მოჰყვება. დონალდ ტრამპი გამოგზავნილ წერილში მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკის დამოუკიდებლობის 250 იუბილეს მოლოცვისთვის და აღნიშნავს, რომ მოუთმელად ელოდება თანამშრომლობის გაძლიერებას. დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება ის დაზიანებული ურთიერთობების შეერთებულ შტატებთან, რომელიც გამოიწვია ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ, ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა. ცხადია, იმედგაცრუება, რომელიც არსებობს შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, არ გამქრალა. ამ ურთიერთობების გადატვირთვას პირველ რიგში სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ოპონენტების პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და იმ საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელსაც ექნება სრული ნდობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და ამ ნაბიჯებს არათუ არ დგავს ქართული ოცნება, არამედ აფართოვებს რეპრესიებს. ამიტომ არ ამგონია რაიმე შედეგი მოყვეს ამ წერილს. როდესაც დელეგაციები ჩვენი ჩადის შეერთებულ შტატებში, იქიდან ჩამოდიან საქართველოში, ეხლა საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია სახელმწიფო დივანმა, რაც იმას ნიშნავს პირდაპირ გაგებით, რომ აი სწორედ ეს ბუნებრივი პროცესი ხდება, ანუ აღდგენა იმ სტრატეგიული ურთიერთობების, რაც სამწუხაროდ დააზიანა წინა ადმინისტრაციამ. ჩვენ ვამბობთ, რომ ვინც საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებს და პატივისცემით მოექცევა, რა თქმა უნდა, ყველასთან გვექნება ძალიან სწორი და სტრატეგიული ურთიერთობები და ძალიან კარგია, როდესაც დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ულოცავს იმ პოზიციას, რომ ამ შემთხვევაში ნენელა იწყება აღდგენითი ურთიერთობები, ასევე იზიარებს თავისთავად ბუნებრივად იმ ლეგიტიმაციას, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს საზოგადოებისგან და ეხლა შეეხება ნაც აგენტურას, მის ფილიალებს, მათ პატრონებს უცხოეთში, ამათ თავად ტრამპიც ებრძვის. ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ნორმალიზების ახალი ეტაპი დაიწყო, როგორც ვთქვით, ამ წერილიდან გამომდინარე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, როგორც საზოგადოებას მოეხსენება, მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისთვის. ჩვენ წერილის მიღმა ვხედავთ სხვა ასევე პოზიტიურ გზავნილებს ამ ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდება ვაშინგტონში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. ეს ურთიერთობა დელეგაციათა გაცვლით კიდევ ახალ ფაზაში გადადის, ასე რომ ბუნებრივია ჩვენს ამ დღევანდელი მოცემულობის შემთხვევაში ნამდვილად შეერთებული შტატების ხარისხ არის პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალიზების ასე ვთქვათ ვექტორი. ჩვენ ვართ ღია ურთიერთობისთვის, არაერთის გაგვიცხადებია და დღესაც სასახად ვაცხადებთ, რომ ახალი მძავკვლევით სუფთა ფურცლიდან მზად ვართ შეერთებულ შტატებთან ნამდვილი ჭეშმარიტი ორი ერისთვის ხელშესახები და ურთიერთმისაღები სტრატეგიული პარტნიორობა განვაახლოთ და კი არა და ახლიდან დავიწყოთ, რამე თუ ის პარტნიორობა, რომელიც აქამდე არსებობდა, მეტწილად იყო მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე.